ქცევითი აშლილობების ფორმები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მაინც უნდა გრძელდებოდეს, ანუ ქცევის სიხშირეს და ხანგრძლივობას აქვს მნიშვნელობა და მხოლოდ რაღაც ერთი კონკრეტული ფორმა საკმარისი არ არის დიაგნოზის დასასმელად. როდესაც პირველად აწყდება ამ სიტუაციას, მართლა დაბნეულობის მომენტი იქნება, როგორც სხვა ნებისმიერ სიტუაციაში, როცა პირველად აღმოჩნდებით ხოლმე, გამოცდილებაში არ გვაქვს, შესაძლოა ჩვენს გარშემოც არ იყოს მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანი და რა თქმა უნდა დამაბნეველი არის. ქცევითი აშლილობები არის ქრონიკული, მაგრამ შესაძლებელია მისი კონტროლი და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება უბრალოდ ჰიპერაქტიული იყოს ბავშვი, და არის არ ნიშნავს, რომ ქცევითი აშლილობა აქვს, უბრალოდ რაღაცა სხვასთან შედარებით, თქვათ, უფრო ტემპერამენტიანია და უფრო მეტად მოუსვენარი და შესაძლოა თავისი ასაკისთვის შესაბამისი ქცევებიც კი კონდეს, მაგრამ მაინც უფრო ინერტულ თანატოლებთან ერთად იყოს და ჩანდეს, ანუ ესეც ხო არის, რომ მაინც ფონი ხო ქმნის ამ შედარებითობას. ნახეთ 2 წლის ბავშვი, რომელიც მაღაზიაში სათამაშოს ითხოვს იატაკზე გაწოლით, მსგავსი ფორმით 7 წლის ბავშვი არ უნდა ითხოვდეს. ეს ქცევა უკვე ითვლება ანომალიად და ქცევით აშლილობაში შეიძლება ჩაითვალოს. მოგესალმებით. თქვენ უყურებთ პოდკასტს „100 ფსიქოლოგიური ტერმინი“, რომელსაც წარმოგიდგენთ ფასკუნჯი ფსიქოლოგიური სივრცე, მისი წამყვანი ვარ მე, ფსიქოლოგი მარიამ ნოზაძე. დღეს ვისაუბრებთ ქცევით აშლილობებზე, მათ კლინიკურ მახასიათებლებზე, გამომწვევ მიზეზებზე, დახმარების გზებზე და მითებზე, რაც მათ გარშემოა გავრცელებული. ამაზე საუბარში დამეხმარება ჯინა გუგუჩია, ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა ჯინა, რომ დრო გამონახე და მოხვედი ჩვენს პოდკასტში. რო დავიწყოთ, ალბათ უფრო კარგი იქნება დავიწყოთ თვითონ მნიშვნელობის განმარტებით, თუ რას ნიშნავს ქცევითი აშლილობები და როგორი ფორმით ვლინდება და როდის უნდა მიაქციოს მშობელმა, როდის უნდა მიიტანოს, ასე ვთქვათ, ეჭვი, რომ ბავშვი მიიყვანოს სპეციალისტთან. კი ბატონო. დავიწყოთ იმით, რომ ქცევითი აშლილობა არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ასაკისთვის შეუფერებელი, განმეორებადი და მყარად ფორმირებული ქცევითი პატერნებით. მსგავსი ქცევები ხელს უშლის ბავშვს, რომ იყოს სოციუმში, ჰქონდეს ობიექტური კომუნიკაცია და ყოველდღიურ ფუნქციონირებაში ხელს უშლის. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ ქცევითი აშლილობა განიხილება იმ კუთხით, რომ ეს არის ქცევების და ემოციების დარღვევა, რომელიც ვლინდება ბავშვობაში და მოზარდობის პერიოდში და იქაც იგივეა ნათქვამი, რაც ბავშვს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში ხელს უშლის. ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც დაახლოებით მსგავსი განმარტება იქაც მოცემული, ამატებს, რომ ეს ყველაფერი ბავშვობაში, პატარა ასაკში და მოზარდობაში იწყება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს მშობლის ყურადღება და ჩართულობის პროცესი. ვისაუბროთ კლინიკურ მახასიათებლებზე, რა შეიძლება ბავშვობაში და მოზარდობაში ახასიათებდეს ქცევით სხვადასხვა აშლილობებს. კი, ძალიან ალბათ სხვადასხვა გამოვლინებები იქნება და დიახ, კრიტერიუმები არსებობს, რის მიხედვითაც ხდება შეფასება და დიაგნოზის დასმა და სანამ დავიწყებთ მათ ჩამოთვლას, მნიშვნელოვანია, რომ ეს ქცევითი აშლილობების ფორმები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მაინც უნდა გრძელდებოდეს, ანუ ქცევის სიხშირეს და ხანგრძლივობას აქვს მნიშვნელობა და მხოლოდ რაღაც ერთი კონკრეტული ფორმა საკმარისი არ არის დიაგნოზის დასასმელად. ხანდახან ამ კრიტერიუმებიდან რამდენიმე ფორმა უნდა იყოს, თუ ძალიან აგრესიული ფორმა არ არის. ფორმებში იგულისხმება მაგალითად ქურდობისადმი მიდრეკილება, სახლიდან გაქცევის, ხშირი გაქცევის, სწავლის პრობლემები, სკოლაში პრობლემები, ოჯახის და-ძმებთან, მშობლებთან ურთიერთობის პრობლემები.
ანუ სოციალურ ურთიერთობა ხო, რა თქმა უნდა, თუმცა არა მხოლოდ ეს მაგალითად ცეცხლის წაკიდებისადმი მიდრეკილება, ასევე მოზარდ გოგონებში ხშირი არის არეული სექსუალური მიდრეკილებები მაგალითად და მსგავსი ბავშვები უფრო პატარა ასაკში, რაც მშობლებისთვის ხშირად მიუღებელია ხოლმე, ავლენენ ხოლმე მასტურბაციის, სხვადასხვა სექსუალური ცნობის მოყვარეობას ავლენენ. თუმცა უკვე მოზარდ ასაკში შესაძლებელია მან ობსესიური ფორმა მიიღოს და რაც მისი ცხოვრების ხარისხს საკმაოდ ართულებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქცევითი აშლილობები არის ქრონიკული, მაგრამ შესაძლებელია მისი კონტროლი და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სანამ მხარდაჭერაზე გადავალ, ასევე მნიშვნელოვანია მშობლების როლი ამ ყველაფერში. რა როლი აქვს? არსებობს გარკვეული მითები. ამბობენ ხოლმე მშობლები, რომ აი წამოიზრდება და გამოსწორდება. მაგალითად, რომ მიეცი რაიმე მედიკამენტი და ეს მის მდგომარეობას გაუმჯობესებს. ეს რამდენად სწორია, რომ მედიკამენტთან თვითნებურად რო აძლევენ ხოლმე დასამშვიდე თუ ბავშვი ფორი აქეთ გამოხატავს და ჰიპერაქტიულობით აი ცოტა დამამშვიდებლებს რო აძლევენ ხოლმე, ეს ალბათ არ არის სწორი მიდგომა. რა თქმა უნდა, არ არის. სწორი მიდგომა არ არის წამლის თვითნებურად დანიშვნა არც საკუთარ თავზე და არც სხვაზე, მაგრამ ალბათ ეს განრომეობა კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა, რაც არც როგორც მშობლის მხრიდან, ასევე სპეციალისტების მხრიდან, თან განსაკუთრებით პატარა ასაკში მიუღებელია პირდაპირ მედიკამენტოზური მკურნალობის ჩართვა, როცა სხვა პროცესები არ არის მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შეფასებული, არ არის თერაპიული პროცესები ჩართული და პირდაპირ არ შეიძლება მოკლედ მედიკამენტი. ეს შესაძლებელია იყოს დამხმარე, როდესაც განსაკუთრებით აგრესიასთან გვაქვს საქმე. ეს იქნება თვითდამაზიანებელი თუ სხვისი დამაზიანებელი აგრესია. მაგ შემთხვევაში ხშირად ხდება, მედიკამენტოზური ჩარევა და უფრო სწორად ფსიქიატრის როლი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გარდა ამისა, აი უფრო რა სახით შეიძლება გამოვლინდეს და უფრო აი კრიზისული ასაკი თუ აქვს, აი როცა განსაკუთრებით წიფდება ეს გამოხატულებები. კი, პატარა ასაკში, ძირითადად პატარა ასაკში, 2-3 წლის ასაკში. თუმცა ერთი რაღაც აი ნახეთ 2 წლის ბავშვი, რომელიც მაღაზიაში სათამაშოს ითხოვს იატაკზე გაწოლით, მსგავსი ფორმით 7 წლის ბავშვი არ უნდა ითხოვდეს. ეს ქცევა უკვე ითვლება ანომალიად და ქცევით აშლილობაში შეიძლება ჩაითვალოს. 2 წლის ასაკში მსგავსი ქცევა, ქცევით აშლილობად ვერ ჩაითვლება. ვერ იქნება ქცევის დარღვევა, იმიტომ რომ 2 წლის ბავშვს მსგავსი ქცევა დამახასიათებელია ხშირად ბავშვებში და არა მხოლოდ ეს. ასაკისთვის შესაბამისი ქცევა, რა თქმა უნდა, საერთო ჯამში ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციაც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ზუსტად ამაზე მიუთითებს, რომ ასაკთან შეუსაბამო ქცევები ახასიათებთ, რაც სწორედ ნიშნავს ქცევით აშლილობას. იცი რა მაინტერესებს ჯინა, მაგალითად თუ შეიძლება ერთი და იგივე ბავშვს ვიტყვი, რადგან პატარა ასაკიდან ვლინდება და ამათზე საუბრობთ, შესაძლოა რომ აი ერთზე მეტი სხვადასხვა ფორმის აშლილობა ქონდეს ერთდროულად, თუ უფრო ხშირად ერთი აშლილობა აქვს თითო ერთ ადამიანს? თუ მაგალითად ვისაუბრებთ აუტიზმზე, აუტიზმის თამდევი პროცესი არის ხოლმე, რა თქმა უნდა, ნაკლები პროცენტულობით, როგორც კვლევებში ჩანს. თუმცა არსებობს ცალკე, როგორც ქცევითი აშლილობა პლუს აუტიზმი. შესაძლებელია 2-3 დიაგნოზი ერთ ბავშვს რა თქმა უნდა ქონდეს. ასევე ისიც ბოდის შეგაწყვეტინე, ესე გამომივიდა რომ შეგაწყვეტინე, ისიც ალბათ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ აუტიზმი არ შედის ქცევით აშლილობებში. ეს არის მდგომარეობა ნეიროგანვითარების დარღვევის პროცესი, სადაც ძირითადი პრობლემა არის კომუნიკაციის და სოციუმთან ინტერაქციის პროცესის პრობლემა
არის ქცევითი აშლილობები, ეს არის ქცევის დარღვევები, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება, აგრესია და ასე შემდეგ და აუტიზმი საერთოდ სხვა მდგომარეობა. შესაძლებელია მას თან დევდეს ქცევითი აშლილობა. აი მშობლის როლზე რო გავამახვილოთ ყურადღება. მშობლის როლს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს? ცოტა მეტი კონკრეტიკაც რო შევიტანოთ. აი რას უნდა დააკვირდეს მშობელი ბავშვში და იმიტომ რომ არის აი წეღან შენს თქვი რომ შეიძლება უბრალოდ ჰიპერაქტიული იყოს ბავშვი, და არის არ ნიშნავს რომ ქცევითი აშლილობა აქვს, უბრალოდ რაღაცა სხვასთან შედარებით თქვათ უფრო ტემპერამენტიანია და უფრო მეტად მოუსვენარი და შესაძლოა თავისი ასაკისთვის შესაბამისი ქცევებიც კი ქონდეს, მაგრამ მაინც უფრო ინერტულ თანატოლებთან ერთად იყოს და ჩანდეს, ანუ ესეც ხო არის რომ მაინც ფონი ხო ქმნის ამ შედარებითობას და შესაძლოა რომ შეცდომაშიც შევიდეს ხო შოპელი, მაგრამ დაიფიქროს რომ რაღაც არის და არ არის, მაგრამ ამისთვის გამოსავალიც არსებობს, რომ კონსულტაციაზე ყოველთვის შეიძლება ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგის თვალსაზრისითაც ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, როდესაც საუბრობთ თუ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ჩარევას. ისე ხა საინტერესო თემა შეეხე, რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს საჭირო დროს დასმულ დიაგნოზს და დაწყებულ ასე ვთქვათ მკურნალობას და დაგვიანებულს შორის. ალბათ ეფექტი რა თქმა უნდა სხვაობა იქნება, თუმცა ალბათ რაღაცა შედეგი მაინც შედეგის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არსებობს რაღაც გარკვეული ოქროს ხანა, როცა შეიძლება ბავშვთან რაღაც კონკრეტულ უნარებზე იმუშაო ქცევის რეგულაციაზე მაგალითად და რასაც 3-4 წლის ბავშვთან იმუშავებ, მათ იმ უნარებზე 8-9-10 წლის ასაკში კი იმუშავებ, თუმცა შედეგი ყოველთვის ნაკლებია და ზოგადად შედეგი რას ნიშნავს? შედეგი ყველაფერი შეიძლება იყოს ბავშვის უნარებს გააჩნია, მშობლის ჩართულობას გააჩნია, თერაპიული პროცესის მიმდინარეობას გააჩნია, ეს ყველაფერი საერთო ჯამში ქმნის რაღაც კონკრეტულ შედეგს. ანუ თანმიმდევრულობა, დროული ჩარევა და ასევე ბავშვის უნარ-ჩვევებსაც გააჩნია, რა თქმა უნდა. უნარები ძალიან მნიშვნელოვანია. აი თვითონ ბავშვს რო შევეხოთ, აი ბავშვი უმეტესად რამდენად არიან ხოლმე ჩართულები თუ აცნობიერებენ რომ თერაპიაზე არიან თვითონ თერაპიის დროს თუ როგორ თქვა თამაშს ან რაღაცა მსგავს აქტივობას განიხილავენ ხოლმე და მზაობა რამდენად აქვთ თვითონ აი ამ უშუალოდ თავარ გმირებს გაჩნია დიაგნოზ და ბავშვის შესაძლებლობებს. თუ ასე ვთქვათ, როგორც ვამბობთ ხოლმე სპეციალისტები, თუ მაღალფუნქციური, მაგალითად აუტისტია, მე რადგან ხშირად მაქვს აუტისტებთან, ასე ვთქვათ, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან შეხება, გააჩნია მდგომარეობას. დროთა განმავლობაში თუ ბავშვს აქვს იმის უნარები, სწავლობს თამაშსაც, ეუფლება აკადემიურ უნარებსაც და რაც თერაპიისთვის დამახასიათებელი და მნიშვნელოვანია, კომუნიკაციის უნარებს ხვეთს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის შემთხვევაში. რაც სოციალიზაციაში მე უფრო მეტად ხელს უწყობს. კი ბატონო. აი მაგალითად აი რომელიმე შემთხვევა შესაძლოა შენი კონკრეტული მაგალითი არ იყოს, რომ განვიხილოთ რომელიმე ერთი кейსი და მის მაგალითზე რომ თქვათ უფრო აღსაქმელი გავხადოთ მაყურებლისთვის, მაგალითად, აი როგორ გამოვლინება ქონდა ბავშვს, როგორ შეამჩნია მშობელმა, შემდეგ რა გზები გაიარა და თქვათ შედეგიც რა დადგა, ალბათ უფრო დასრულებულ. დეტალებზე გამიჭირდება ცოტა საუბარი, ვეცდები ზოგადად ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, რომ არ მოხდეს პერსონიფიკაცია და ასე. ხო, თან თერაპიული პროცესი მოიცავს მთელ რიგ ტექნიკებს, რისიც საკმაოდ რთულია, თუმცა იყო შემთხვევა. დაახლოებით, რატო იცი? აი ადამიანები, რომლებიც მშობლები ამ გამოწვევის წინაშე დგანან, შესაძლოა დამაბნეველი, მე მგონია, რომ დამაბნეველიც იქნება, როცა ფაქტის წინაშე პირველად დადგები. და დაახლოებით ალბათ უფრო გაუმარტივდებათ ეხლა ჩვენ რომ დაახლოებით აი ჩონჩხივით რაღაცა სტრუქტურასავით რომ აუხსნათ რა პროცედურები არის ასე ვთქვათ შაბლონის სახით გასავლელი რომ თავარი არის რომ გამოსავალი არსებობს საშიში არაფერია
და სწორი მიხედვის და ყურადღების პირობებში მაქსიმალური შედეგის მიღება შესაძლებელია. დიახ, უბრალოდ საფრთხის საშიშს შეიძლება ესე ვთქვათ, რომ საფრთხის შემცველი მაინც არის. ან საერთო ჯამში დაახლოებით რამდენიმე კვლევის მიხედვით 60% ვერ იღებს ქცევით აშლილობებზე ვსაუბრობთ, ვერ იღებს ისეთ შედეგს, რაც უნდა იყოს, იმიტომ რომ მოზარდობის ასაკში შესაძლებელია უფრო გართულდეს პროცესი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადრეული ჩარევა. რადგან პირდაპირ მოზარდობის ასაკში არ მოგვიწიოს რაღაც უნარებზე, ასე ვთქვათ, მუშაობა. ეს არის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი იმას, რომ ბავშვს აქვს პრობლემა, ასე ვთქვათ. ძირითადად ვლინდება, რომ ბავშვი ვერ ახერხებს სხვებთან კომუნიკაციას, მუდმივად ბრაზობს, ვერ ახერხებს ემოციურ თვითრეგულაციას, ვერ ახერხებს თამაში ჩართვას, მათ შორის ზრდასრულებთან ავტორიტეტისადმი აქვს პრეტენზია, არ ემორჩილება, მორჩილების მომენტი არ აქვს და ძირითადად ფაქტობრივად ვერ ასრულებს ფუნქციონირებას, ყოველდღიურ ფუნქციონირებას ვერ ახერხებენ. ეს საკმაოდ თვალში საცემი პრობლემებია. ეს არ არის მარტივი, რაზეც შეიძლება მშობელმა თქვას, რომ ართმევს თავს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთულია მხოლოდ მშობელმა სპეციალისტის დახმარების გარეშე ამ პროცესს გართვას თავი. და სამწუხაროდ ისე ხდება ხოლმე, სანამ არ გართულდება, სანამ ასაკი არ მოემატება, ყოველთვის თავს იკავებენ. ხშირია ესეთი შემთხვევები? ჩვენს შემთხვევაში საქართველოში ხშირია. და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ანუ ის ხო არ არის, რომ დიაგნოზის დასმას ერიდებიან? არა მხოლოდ ხო სტიგმა, სხვა რა სიტყვის არსებობს მსგავსი მოსაზრებები, აქაც უჭირთ მიმღებლობა, პასუხისმგებლობის აღება და ეს საერთო ჯამში კომბინაციაში აფერხებს მშობელს, რომ დროულად მოიყვანოს ბავშვი კონსულტაციაზე. აი გარდა იმისა, რომ იმ დროის გარდა, რაც ბავშვი კონსულტაციაზე ატარებს, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ დროს ატარებს მაინც ოჯახში და მშობლებთან. აი ოჯახისმა როგორ შეიძლება თქვათ ხელი შეუწყოს, რომ აი თერაპიაზე გავლილი ეფექტი შენარჩუნდეს და გახანგრძლივდეს. ჩვენ ხშირად ვეუბნებით ხოლმე მშობლებს, რომ მხოლოდ თერაპიული პროცესი და ის რომ 1 საათით დაყავს ცენტრში არ არის საკმარისი. იმიტომ რომ დანარჩენ დროს ის სხვა გარემოში ატარებს და რა გარემოშიც ატარებს დროს შესაბამისად ისე მიმდინარეობს პროცესი. ამიტომ მშობლებს ხშირად ვთხოვთ, რომ მეტი განათლება, მეტად დაინტერესდეს დიაგნოზით, მეტად იყოს ინფორმირებული. რაც მეტად ინფორმირებულია მშობელი, მიმღებლობაც მეტი აქვს, კითხვების დასმას იწყებს, შესაბამისად შეცდომებსაც ნაკლებად უშვებს ხოლმე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა რაც შეიძლება მეტი განათლება მიიღოს. არსებობს სპეციალური მშობელთა კლუბები, სადაც მსგავსი დიაგნოზის მქონე მშობლები ერთმანეთს ხვდებიან. ეს ძალიან კარგი იქნება, ხარ როგორც მხარდაჭერის თვალსაზრისით. თუმცა იშვიათად ავლენენ მშობლები მშობელთა მრაოდენობა ამ ხრივ ინტერესს. ხშირ შემთხვევაში სულ რამდენიმე მშობელია ხოლმე. თუმცა არსებობს და ვითარდებიან, ვისაც ამის სურვილი და ინტერესი აქვს. თუმცა მაინც ჩვენ აღნიშნოთ ხალხასმით, რომ დიდი როლი აქვს და კარგ გავლენას მოახდენს ესეთი კლუბების არსებობა. დიახ, რა თქმა უნდა, მშობლის როლზეც თუ უფრო განვავრცოთ, საინტერესო იქნება რთული პროცესია, დიახ, ზოგადად დიაგნოზის დასმის შემდგომი ეპიზოდი, იმიტომ რომ მშობელი გაურკვეველ მდგომარეობაშია, იწყებს თითქოს რაღაცის გარკვევას, ყველაფრის
ყველას კითხავს უსმევს, ასევე მის შინაგანი პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ რთულად. როდესაც პირველად აწყდება ამ სიტუაციას, მართლა დაბნეულობის მომენტი იქნება, როგორც სხვა ნებისმიერ სიტუაციაში, როცა პირველად აღმოჩნდებით ხოლმე, გამოცდილებაში არ გვაქვს, შესაძლოა ჩვენს გარშემოც არ იყოს მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანი და რა თქმა უნდა დამაბნეველი არის და შიშის ფაქტორსაც ძალიან სტრესულია. თან ზოგადად დიაგნოზის მქონე ბავშვი ყოველთვის მეტ დროს მოითხოვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მშობლებმა ისწავლონ საკუთარ თავთან დარჩენა, აღმოაჩინონ რესურსები, გაუფრთხილდნენ თავიანთ რესურსს. თუ თვითონ უფრთხილდება ზრუნავს საკუთარ თავზე, ასე თუ ისე, ახერხებს ამას, ბავშვსაც შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ბევრად უფრო მარტივდება ამ დიაგნოზთან გამკლავება. კი, მართალი ხარ, ესე იქნება. აი საზოგადოების როლიც რო ავიღოთ, მე ხა ერთი მაგალითი მახსენდება, მაშინ მეც გაცილებით პატარა ვიყავი და უბრალოდ ეხლა უფრო ვაცნობიერებ, მაშინ რა მოხდა, ავტობუსით მგზავრობდი და იქ იყო როგორც რომელიმე სპექტრის მქონე ბავშვთან ერთად ამოვიდა მშობელი. და ეს ბავშვი იქცევდა ჰიპერაქტიულად რაღაც ხმებს გამოსცემდა და როგორც ჩანს ავტობუსში შეკრებილი საზოგადოებისთვის ეს აღმოჩნდა შემაწუხებელი და მიუღებელი და იმდენად კაცრი, კატეგორიული და აი უხეში კომენტარები მოყვა, რომ არ ვიცი, ძალიან დამთრგუნველი, აი მე მაგალითად როგორც გარეპირი ანუ ძალიან არ მესიამოვნო, რადგან ეხლაც დამამახსოვდა, როგორც ჩანს რაღაცა გავლენა არასასიამოვნო მოახდინა და წარმომიდგენია თვითონ ოჯახის წევრები ალბათ როგორ ხშირად აწყდებიან მსგავს პრობლემას და არ ვიცი ეს ცნობიერება რო არ არის ამაღლებული ამის შესახებ საზოგადოებაშიც ამის ბრალია, ემპათიის ნაკლებობის ბრალია თუ რისი ბრალია, მაგრამ ფაქტია რომ ესეთი გამოწვევებზე ბევრი საუბრობს. ეს ერთი მაგალითი რომელიც მე ეხა გამახსენდა და რასაც ჩვენ ვერ შევესწრებით ხოლმე საზოგადოების მხრიდან უფრო შეიცვალა სასიკეთოდ შედარებით წინა წლებთან როგორც ვიცი, მაგრამ მაინც არსებობს ეს, რომ რაღაცნაირად ისე გთხოვენ პასუხს ასეთ დარღვევის მქონე ადამიანებს და უფრო ბავშვებზე არის ლაპარაკი, თითქოს სპეციალურად აკეთებდეს ეს ბავშვი, თუნდაც იმ ხმებს სპეციალურად გამოსცემდეს, აი ესეთი რაღაცაც სავარაუდოდ შეიძლება უფრო დამაზიანებელი იყოს. დიახ, რაც უკვე სოციალურ იზოლაციასაც იწვევს მშობლების მხრიდან, იმიტომ რომ ძალიან დიდია საზოგადოებაში, თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად ხდება მსგავსი რაღაცები, რაც არამხოლოდ ბავშვის, მშობლისთვის ძალიან სტრესულია და თვითონ მშობელი თავად არიდებს შემდგომ ასეთ სიტუაციებს თავს, იმიტომ რომ ვერ აგვარებს ამ პროცესს და ეს მშობლისთვის ძალიან რთულია. მსგავსი ინფორმაციის ნაკლებობა საზოგადოებაში არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში საკმაოდ ასე თუ ისე განვითარდა ეს მიმართულება, რეაბილიტაციის ცენტრები არაერთი გაიხსნა და ასე შემდგომ, მაგრამ თუ პირადი შეხება არ აქვთ ხოლმე დიაგნოზთან, ხშირ შემთხვევაში არც ინტერესდებიან და არც ცდილობენ რომ გარკვეულწილად ხელი შეუწყონ მსგავს ბავშვებს და განსაკუთრებით უფრო ასაკოვან ხალხს უჭირს ხოლმე ამ ყველაფრის მოთმენა და ხან კამფეთს თავაზობენ, ხან ცდილობენ რომ დასვან, როდესაც დედა ცდილობს რომ რაღაც კონკრეტულ ქცევაზე იმუშაოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რათა ამ ბავშვმა მშვიდად იმგზავროს, ვერ ახერხებს ფიზიკურად, რადგან სხვები ამაში ხელს უშლიან. კი, არასწორი ჩარევა ხდება სხვების მხრიდან. მოკლედ დიდი გამოწვევების წინაშე დგავართ. კი. ქცევითი თერაპიის როლზე რო ვისაუბროთ, ეს ძალიან საინტერესოა. დიახ, ქცევითი რატო ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში? იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენას ახდენს, ასე ვთქვათ, ეს ქცევითი თერაპიული მიმართულება, იმიტომ რომ ქცევითი თერაპია არის მეცნიერულად დადასტურებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპია, რაც მნიშვნელოვანია, როდესაც თერაპიას ვატარებთ ბავშვთან. და მას აქვს რამდენიმე უპირატესობა. ის რომ ქცევის
ბავშვის ქცევის რეგულირება ხდება დადებითი გამტკიცების საშუალებით, ასევე თერაპიული პროცესის შედეგად მიღებული შედეგები ბევრად უფრო გრძელვადიანია თანამედროვე კვლევების მიხედვით, ვიდრე სხვა მიდგომა, მაგალითად მედიკამენტოზური, რაც საერთოდ კავშირში არ არის ამასთან. ABA თერაპიას სხვა ქცევითი სირთულეების მოგვარების შედეგად ბავშვები ქცევითი თერაპია, ABA თერაპია ხელს უწყობს კომუნიკაციის, თვითმომსახურების, აკადემიური უნარის, სოციალური ურთიერთობების ხელშეწყობას, ან ხელს უწყობს, ასევე ემოციური თვითრეგულაციის გაუმჯობესებაც ხდება, ბავშვები საკუთარი ემოციების მართვას ახერხებენ, სწავლობენ, ეს ყველაფერი ქცევითი თერაპიის შედეგებია, ასევე მშობლის ჩართულობის გაზრდა ხდება, მშობელი, რომელიც ინტერესდება ბავშვის თერაპიული პროცესით, ხშირად ესწრება ხოლმე თერაპიებს, ამით ბევრ რამეს სწავლობს, ეს დასწავლილი უნარები, ტექნიკები მიაქვს სახლში და ცდილობს იქაც იგივე გამოიყენოს, რომ მეტი შედეგი მიიღოს და როგორც ვთქვი, რომ კვლევები აჩვენებს, რომ ქცევითი თერაპიის შედეგები ყოველთვის არის გრძელვადიანი და საკმაოდ დიდხანს ბავშვი დასწავლილი უნარებით არ ხერხებს სოციუმში კომუნიკაციას. ძალიან საინტერესოა და კარგია, რომ ამაზე ვისაუბრეთ, რადგან მე ვფიქრობ, რომ დგას ჩვენი საზოგადოება ამ გამოწვევის წინაშე. მადლობა ჯინა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. მაყურებელს დავემშვიდობები, მადლობა რომ გვიყურეთ, მადლობა რომ ჩვენთან იყავით. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები და კომენტარების ველში დაგვიწერეთ ტერმინები, რომლებსაც ისურვებთ, რომ შემდეგ პოდკასტში განვიხილოთ. ნახვამდის.